მოახერხეს არმიელთან მცდელობების განეიტრალება. ნახოთ საპასუხოდ თუ აქვს ეფელსის რაიმე მომზადებული. ერთი რამ უნდა ვთქვათ, რომ აქ არის შანსი დარტყმა და სწორედ ეფელსი 0-3-ის რაიმე მომზადებული. ერთი რამ უნდა ვთქვათ, რომ აქ არის შანსი დარტყმა და სწორედ ეფელსი 0-3-ის მატრიალებს. მაინც შეძლო საბა აბრამიშვილმა არაჩვეულებრივი შედეგი სამში ხერხებს. მინიმუმ ერთი გოლის გატანას აქ გიგოიძე თამაშობს ხარეს. უფრო ქაოტური შეიძლება იყოს და ნერვიული ასე ვთქვათ არმიელთა შეტევები. აქ შეიძლება მეორე გოლი გაიტანონ. ლუკას მეორერი თამაშობს კარგად და შეუძლია გატანა, თუმცა ქურდაძემ თამაშა. კონებმა შეიძლება გატანა მახვილია კუთხე. მარცხნივ ბექაური არა თავადვე დაარტყა და აქაც ლევან გიგოიძე გამოდის. თან აშკარა არის არმია. ეფელსი ახერხებს პირველი ტაიმის მიმდინარეობისას ყოფნას, თუმცა თამაშობს კარგად, პასი იყო საჭირო და თითქოს ახლა გაკეთდა და ახერხებს ფიფია დუბლის 20 წამი. შეიძლება აქაც გატანა, ცირამოა და 2-2 არმია. ილარიონ ფიფიამ 2 გოლი აქ შეიძლებოდა ბექაურს გაეტანა. არტყა ნანეიშვილს მოხდა ავრამიშვილი და ჯარიმა. ეს შეიძლება ყოფილიყო ეს შეტევა. კარგი კომბინაცია და ბოლო დარტყმა აღარ გამოვიდა წარმატებული. სულტუროვი. გაითავისუფლა თავი და არტყა რა. ქურდაძე, კარგი ცრუბოძრაობები დარტყმა ისევ გიგოიძე. კიდევ ერთი დარტყმა ისევ ლევან გიგოიძე. უკვე ფიფია ბურთით კარგი კომბინაცია შეიძლება გატანა დარტყმა და გოგსაძემ დატოვა დროულად კარი. გატანას. უპირატესობის შექმნას ყოველ შემთხვევაში დაბლოს. დღეს არმიას უპირატესობა არ ქონია, არც ბოდა ეს ასე ყოფილიყო 37 დარტყმა არმიელთა მხრიდან. რეალურად შეგვიძლია მომენტების რეალიზაციაზე საუბარი. უპირატესობაში არმიელთა მეშვიდე ნომერთან აქ კიდევ ერთი ეპიზოდი შეიქმნა. ბექა გოგზაძეს მოუწია თამაში ჩართვა დავით მერაძის დარტყმის შემდეგ ქურდაძე იგებდა ეფელსი და სამივეჯერ მოახერხა არმიამ ანგარიშის გათანაბრება. ქურდაძე ბექაური ხარიხას დიდი დოზით. კიდევ ერთი დარტყმა და ისევ ძელს ხდება ბურთი. აქაც საპირისპირო ეფელს მოთამაშეებს გაუმართლად. ნახოთ აქ ამ შეტევის შემდეგ რა და როგორ იქნება ფოფხაძე დარტყმა და